თავისათან და ძისათან და წმინდისა სულისათან. ამ დღეს ეს არის საეკლესიო ახალი წელი მანდა და ჩვენ სულ მივმეორებთ, რომ რამდენიმე ადამიანები ვართ, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები. ქრისტეს ეკლესია, ქრისტე მესე მოაწვა ეკლესია, რომ ამ ცხოვრებისეული აბობოქრებით ალღებში მხოლოდ ქრისტეს ეკლესია გადარჩება. ქრისტეს ეკლესია როგორც ხომალდი დავა ფონს ბოლომდე და გადარჩება მისი ყველა წევრი. თუ რა თქმა უნდა ქრისტიანები იქნებიან სინამდვილეში. ამიტომ ჩვენ ხედავთ იმ რა ხდება, ხო? რაღაც საშინელი აგვირახსენობა, საშინელი პოლიტიკური მოვლენები, რაღაც არებულია მსოფლიო დონეზე, რომ ყოველ ჩვენთაგანი გრძნობს, რომ შეიძლება რაღაც საშინელება მოხდეს ყოველ წუთს და ყოველ წამს. იბია. და ესე იგი მოვლენებს ახლა მსოფლიო მოვლენებს რომ ჩვენ დავაკვირდით, ნახავთ, რომ აი ზოგჯერ ფიქრები მოდის, რომ აი ამდენი ჩინელი, ამდენი ირანელი, ამდენი თურქი, ამდენი ინდუელი და ასე შემდეგ. მაგრამ იცით რა ხდება ჩემო ძვირფასებო? ღმერთი აბალანსებს ყველაფერს. ამდენი ჩინელი და ამდენი ინდუელი რო არ იყოს, ანტიქრისტიანები ძალები მოსპობდნენ ქრისტიანობას. გამიგეთ? აი რაღაც ისე მოაწყო ღმერთმა, რომ იცავს ახალ ისრაელს, ანუ ქრისტიანებს. იცავს განსაკუთრებით საქართველოს. ჩვენ ამის პირდაპირი მომსწრენი ვარ, ჩემო ძვირფასებო. ხო, ვიცით რა ძალა აქვს საქართველოს, არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს, არანაირი ესეთი ფიზიკური ძალა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყველგან სადაც არეულობა, ომია, ბრძოლა და რავი ანარქია, საქართველოში ჩვენ ვხედავთ აშკარად მშვიდობას. ჩვენ ვერაფერს სხვა დასკვნას ვერ გამოვიტანთ, გარდა იმისა, რომ ღმერთი ღვთისმშობელი იფარავს საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს დამსახურება და ამიტომ იფარავს, თორემ აი ნახეთ, სულ ამაზე ვფიქრობ ხოლმე. რუისულის კრების დროს კრების კანონებში ჩაწერილი ესე დოკუმენტებში ჩაწერილი ესეთი რამ, რომ ღმერთიო არ თუ შეიძლება გაიყვანეთ პატარა ბავშვი, იმიტომ რომ ზააფორი თუ არ აზიარებ, თუ შეიძლება ცოტა ხანი. ესე იგი, თუ რუისულის კრებაში ასეთი რამ არის ჩაწერილი, რომ ღმერთიო არ აღშფოთებულაო, განუისხებელი ღმერთი, არც რუშობის ცოდვაზე. კონდა იჯება რუშობის ცოდვა თუ არ შეინარჩუნებს. არც კაცის სკოლაზეო გესმით, არც შურზეო, არც ვერცხლის მოყორებაზე ჩამოთვლილი, მაგრამ ღმერთიო აღშფოთდაო მამათ მამულისგან. და სოდომ გომორში გოგირდის და ცეცხლის წვიმა აწუნა და იცით, თქვენ ფილმებიც გადაღებულია, ისტორიიდანაც ვიცით რა მოხდა სოდომ გომორში. ესე იგი, დღეს ეს ანტიქრისტიანული ძალები მხოლოდ ამიტომ ქრისტიანობის დასანგრება მოიფიქრეს, რომ ვითომ ეს არის რაღაც უნდა დავიცვათ მათი უფლებები და რა ხდება. ამას ვინარ გაიგებს ახლა ნორმალური ადამიანი. ეს ანტიქრისტიანული ძალების წარმართულიას ყველაფერი. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც ერთი ქვეყანა ისე
როგორც საქართველო არ ეწინააღმდეგება ამ ცოდვას. და ამიტომ არის ჩემი აზრით სხვა ვაც მე ვერაფერს ვერ ხედავ საქართველოში ისეც რომ ერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესის გამო, როცა ქართველობა ფეხზე დგას ამ სიბილწის წინააღმდეგ, ღმერთს ესუხარ. იმიტომ რომ ღმერთი წმინდა, ხო, ღმერთის ყველაზე მთავარი თვისება არის სიწმინდე. და ვინ სიწმინდეს ემსახურება ღმერთი მაგარი. ეს არის რომ 17 მაისს საქართველოს ფეხზე დგას, ბავშვი, ბებია, ბაბუა ყველა მარტო თბილისში გესმით ხარ მილიონია, ქალაქ 700,000 კაცი გამოვიდა. თითქმის მილიონი, აკლიერა. თითქმის მილიონი ხალხი გამოვიდა ფეხზე, დადგა ამ სიბილწის წინააღმდეგ, შემოძვიფასე. ასე რომ ამიტომ იფარავს მე ასე მგონია საქართველოს უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ესე იგი, ხშირად ვამბობ, რომ 77 ფსალმში, სადაც ნაწინასწარ მეტყველებია მრავალი საუკუნით ადრე პავლე მოციქულის შესახებ, რომ ისრაელის ზეიმი წინ იქნება, წინ გვდომი იქნება პავლე მოციქული ბენიამინის ტომიდან მამების განმარტებით. ესია, როდის იწინასწარმეტყველა ღმერთმა პავლე მოციქული, როცა საუკუნეები ჯერ არ იყო დაბადებული. ღმერთმა იცის ყველა ჩვენთაგანი, იცოდა პავლე მოციქული როგორ დადებდა თავს და რაღვაწი იქნებოდა და ამიტომ სრულიად სამართლიანი პავლე მოციქულს მიუჩინა პირველი ადგილი, რომ ზეიმი, ქრისტიანების ზეიმი, პავლეს გარეშე არ იქნება და იგი ყოველთვის წინამძღვარი იქნება, ამიტომ არის ყოველ კვირას, როდესაც ჩვენ კითხულობთ სამოციქულოს, ვკითხულობთ მხოლოდ პავლე მოციქულის, ესე იგი, ეპისტოლებს. დღესაც მეორე კორინთელთა ეპისტოლე ძალიან საინტერესო მონაკვეთი იყო ჩემო ძვირფასებო მრევლსა და მოძღვარს შორის ურთიერთობის შესახებ. და ეს ადგილი, მე მინდა წავიკითხოთ, როცა კორინთელებს წერს პავლე მოციქული, რამე თუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებული გულისა მივწერთ თქვენ და მრავლითა წრემლით. ესე იგი, პავლე თავის მრევლს წერს, რომელთანაც დაშორებულია დიდი მანძილი, მაგრამ უყვარს მრევლი, წერს, რომ დიდი ტირილი და გულის მწუხარებით დავწერეო ეს ეპისტოლე, გესმი? მწუხარები, წრემლითა, არა რაითა შეწუხნებ, არამედ რაითა სცნარ, სიყვარული იგი გარდარეული, რომელიც მაქვს თქვენ გაგონა. ხედავთ. პავლე მოციქულს როგორ უყვარს მრევლი, რომ მას უწოდებს და ამხელს ეს რა საკადრებელია, რატომ უნდა ითქვას, მაგრამ ამბობს, იმიტომ რომ ზოგიერთმა მათგანმა ვერ დაინახა ეს სიყვარული. და ეუბნება, რომ თქვენგან მაქვს გარდარეული სიყვარული. გესმით? გარდარეული სიყვარული. ესე იგი, აქ ერთი რამ არის, რომ როდესაც მრევლი ღალატობს სარწმუნოებას, როდესაც მრევლი ღალატობს მოძღვარს, ამ ფუნქციაზე, სარწმუნოების ღალატზე, მაშინ დიდი მწუხარება მოძღვარში, დიდი მწუხარება და დიდი გულის ტკივილი. აი ეს სიყვარული მოძღვარსა და მრევლს შორის, რომელიც არსებობს და გარდარეულ სიყვარულს უწოდებს, ესე იგი, ძალიან გაგიჟებული გარდარეული რა, გაგიჟებული სიყვარული, აღმატებული, უბრალო კი არა, აღმატებული სიყვარული პავლე მოციქული უწოდებს მოძღვრისა და მრევლის სიყვარულს, გარდარეულ სიყვარულს. ეს სიყვარული ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გაიგოს ჭეშმარიტმა მოძღვარმა და ჭეშმარიტმა მრევლმა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა. გამიგებ ჩემო. აი ახლა რაღაც მითხრეს, რომ გავრცელებულიაო, რომ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ახლა ესეც ცნობა მოვიდა, რომ ლიბერალები თურმე დაგწინიან, დასწინიან ყველა ართმორწმუნე ადამიანს, რომ ეგენი და ზედმეტ სახელი უწოდეს ჭეშმარიტ ქრისტიანებად და ჩვენ თურით გავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად
რომ ჭუმუქოები, ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ანუ ეგენი არის ჭუმუქოებიო და მათ საზოგადოებაში ჭუმუქოებს დაცემის მისით ესე გვიწოდება. ჩვენ კი რა შეიძლება ვუწოდოთ მათ? ჩვენ ნახე რა კაი სახელი დაგვაქვს. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენ კი მათ ვაფრთხილდით, ჩვენ კი არა. აი ეს სხვანაირად ისინი არიან ცრუ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჭუმუქურო, ცუმუქუს ჯობია ისინი ჩასრო. ჩვენ ვართ ჭეშმარიტება, იქ კი არის სიცრუე, როგორც მაცხვარი ამბობს, რომ მორწმუნეებს ეუნება და თქვენო ეუნება იმ ურწმუნო იუდეებს. ეუნება რომ შვილი სატანისანი ხარ. გამიგე თქვენი მამა სატანაა. გესმით? აი რაღაც გავსი ამდაგვარი რამ ხდება. ხა ძალიან უარეწინოთ ჩვენს ლიბერალ მოძღვრებსა და ლიბერალ მრევლს ძალიან ეწინოთ ჩვენ ასევე გამოვხატოთ რომ ჩვენ გვაქვს სიყვარული ვალდებულება ჩვენი მათ დამით სიყვარული არანაირი ზიზრი ჩვენ არ აქვს პირიქით ლოცულობთ რომ ისინი გახდნენ არა ცმუქვები არა ჭუმუქვები იმიტომ რომ სად ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი და სად სრულ მართლმადიდებელი ქრისტიანები. სამწუხაროდ ვიდეოებში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ შორს არიან ისინი ჩემო ძვირფასებო ნამდვილ ქრისტიანულ ცხოვრებასთან. მე ერთხელ ვთქვი და ეხლა მეგონა აიღებდა სინდისი რომ ისე ვხვდებთ და როგორ დასცინიან მრავალშვილიან სასულიერო პირებს და ზოგადად მრავალშვილიან ქრისტიანებს და როგორ სასულიერო პირები დასცინიან შეურაცხყოფენ რამას ამბობენ მოვაო დედაო და მამას ეტყვისო მოდიო და გავაჩინოთო ნომერი ისაო ნომერი და ხარხარებს ის მრევლი ეგენ ქრისტიანები არიან ჩემო ძვირფასებო ესენი არიან ანტიქრისტიანები მე არაფერი მრევლის და მოძღვარი ეხლა მე აღარ ვასახელებ მოძღვრებს მაგრამ იცით თქვენ შედიხარ ორი მოძღვარი გამოჩნდა ერთი მოძღვარი რომელიც რაც პოლიტიკაში გადაეშვა და რაღაც სისულელებს ამბობს მისი ძველი ვიდეოები რა სისულელსაც ეხლა ამბობს საფუძვლად უდევს ის ძველი ვიდეოები ანუ ფუძე რაც ქონდა სიცრუე ესე იგი ამბობს რომ სახარებაში ბევრი ადგილი ჩამატებულიაო ამბოსაღებიაო მაგალითათო როგორიც არისო ქრისტე რო ეუბნება რომ უკვე თუ გლერმა გიკმინათ უკვე საწამლები გალიო თქვენო არაფერი არ მოგეკარება თუ ესო ჩაამატესო ვიღაც ფანატიკოსმა ქრისტე გესმიგრებსა პირდა მოძღვარი რომელიც ახლა პოლიტიკაში გადაეშვა და რასაკეთებ გესმიგრება მაინც არ მოსახელებ სახელს და გვარს და ეს საბრალო მოძღვარი მე მართლაც სიყვარული და გულისწყრით ვამბობ ეს საბრალო მოძღვარი საერთოდ გაუგებარ ქრისტიანობაშია რაღაცას იგონებს თავისას და უბედურ მდგომარეობაშია ერთმა უშველოს და მეორე მოძღვარი ახლა რომელიც გამოჩნდა და იძახის მათ შორის მე ახლა ვიფიქრე ვიზეც იძახის ჩემი თავი და ჩვენი მრევლი იმიტომ რომ იძახის რომ ეს გაფუჭებულებია ნუ ძალიან ბევრზე ალაპარაკობს იგი მამა დავით ისაკაძის მის მრევლზე და ყველაზე ჭეშმარიტ მართლმადიდებლ ქრისტიანზე და ამბობს რომ ეს ჯგუფიო ეს დიდი ჯგუფი დიდი მრევლი ყავთო ემზადებიან განხეთქილებისათვისო და ქარი დაუვეროს სწავლენ და მოშორდებიან ეკლესიას ეს უბადლოა ეს საცოდავი ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი მაგრამ კიდევ ამბობ მე ამას ვამბობ იმიტომ რომ აზრზე მოვიდა როცა მართლა განხეთქილება დაიწყო საქართველოში დავით ისაკაძე მამა ბასი მე და ჩვენი ძმობა სამღვდელოების და მრევლის ვიბრძოდით განხეთქილების წინააღმდეგ არავინ რო არ იბრძოდა და ამ მოძღვარი ეს მოძღვარი საერთოდ დამალული იყო ერთი ხმა არ მოუღია განხეთქილების წინაშე ეს უსინდისს და ეხლა რას აქვს და რას ლაპარაკობს შეიძლება სიმღერებაც უწია და ცოტა ხანი სიმღერაში ადამიანები მეც ახლა იმდენი გამოვიდა სიმღერებიც მოდის ესია მაგრამ სინდისი კაი საქონელია ჩემო ძვირფასებო
განხეთქილებაზე 1 გრამი არ უძოლი, არაფერი არ გაუკეთებია. ჩვენ იმ მდგომარეობა აღარ მინდოდა ამის თქმა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავით და ისეთ ბრძოლაში ვიყავით განხეთქილების წინააღმდეგ, რომ კინაღამ მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ კინაღამ ისეთ ჩხუბი შეიძლება გამართული იყო და დანები დავეჭერი და რა ახლა არ მოკლავ. აი ასეთ ამბავში ვიყავით, გამოყოფილი ქონდა თავი. ვიბრძოლდით ჩვენ და არავის სხვა. გარდა პატრიარქის და რამოდენიმე სასულიერო პირის, ჩვენ კი ძალიან ბევრი. აი ვიზეც ახლა ის სასულიერო პირი ამბობს, რომ განხეთქილებისთვის ეს. ძალიან მიჭირს ამ სიტყვებს, მაგრამ სხვა რა გზა, რა სკადრობს, რა ლაპარაკობს, რა დროზე, რა განხეთქილება. ძალიან ცუდად იქცევიან ზოგიერთი სასულიერო პირი. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვართ ბედნიერი ხალხი. იმიტომ რომ გახსოვთ მაცხოვარი ამასაც ხშირად ვიმეორებ, რომ 12 მოციქული განიკითხავთ თქვენო მთელ მსოფლიოს. და იცით რატო? იმიტომ რომ მაშინ ხო დედამიწაზე იყო მთელი ცივილიზაცია ესე არ იყო მაშინ არც ამერიკა, არც ავსტრალია, ვიცით რა ტერიტორიები იყო, რუსეთიც არ არსებობდა, იყო ევროპა, ინდოეთი, ირანი და ეს ტერიტორია. ჩრდილოეთ აფრიკა. ჩემო ძვირფასებო, თავარი ქალაქი აი ამ სამყაროსი იმ დროინდელი იყო და დედაქალაქი იყო რომი, ეს იყო მსოფლიო დედაქალაქი. რომში ერთმა მოხუცმა პეტრე მოციქული მოაქცია მთელი რომი. გამიგეთ რა ერთმა ეს შეუძლებელია, როგორ შეიძლება ხა ნახეთ ჯერ მეთევზები რა ტიპები არის, წადი თქვართან ნახეთ ვინმე მოხუცი აიჭი და ეგრო სადმე გავუშვა და იმან რომ ის მთელი მსოფლიო მოაქციოს ესეთ რამე საიდან ქრისტეს ძალით ჩვენ რა და მეორე ქალაქი იყო კორინთა, ულამაზესი ქალაქი ორ ზღვას შორის, აი როგორც საქართველოა უმდიდრესი ქალაქი, ხელოსნობა, რაც ბერძნულის ჩვენ დღეს რომ მოდაშია ხო ეს გაკეთებული ეს ქოთნები, თეფშები, ეს ბერძნული ძველი აგებული, სულ კორინთაში მზადდებოდა და ისაძლევდა, ასე ვთქვათ, მაგალითს დანარჩენ ბერძნულ სამყაროს, ხელოსნობას. უმდიდრესი ხალხი ცხოვრობდა, განათლებული ხალხი ცხოვრობდა. რომის შემდეგ იყო კორინთა. იქ იყო პეტრე, აქ იყო პავლე. ჩემო ძვირფასებო და რა გააკეთა ამ ორმა მოციქულმა, მთელი ევროპა მოაქციეს. ეს ხო ღვთის დიდი ძალაა, ჩემო ძვირფასებო. იცით რა, ჩვენ ცხოვრებაში არის მცირე და დიდი სასწაულები. ხა ყველა დამეთანხმებით, ყველა ქრისტიანი, ვინც ნამდვილი ქრისტიანი. აი მცირეშიც როგორ ჩანს ღმერთი, ჩემო ძვირფასებო, მე კიდევ განმეორდები, ერთხელ წამიყვანეს ერთმა მოძღვარმა თხოვა მე ვერ ვახერხებოდა ერთ გოგოსთან 17 წლის იყო მაშინ ის გოგონა და წამიყვანეს და ძალიან დაავადებული იყო. და საწყალი მამა გაიქცა, ვერ გაუძულეთ ხო ამას ყველაფერს და გაიქცა, დედა მეკონი გარდაცვლილი ყავდა და ბებია მოხუცი, ბებია უვლიდა და ვაზიარე და რომ მოდიოდი ეს გაჭირების დრო იყო 90 წლები და ამ ბებიამ გამომიტანა ულამაზესი ძალიან დიდი სურნელოვანი ატა. მე ხა მცირე სასწაულში და მე არ ავიღე, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ეხლა როგორ უნდა მოვაყო ამ ოჯახს ატამი და ამ კუთხით არ ავიღე და რომ გამოვედი დავაკვირდი რომ ბებიას ეცხი და რომ წამოვედი ფიქრო ნეტა ამერუხას რული და დავწვიდი ამ ადამიანს იქ და მოვდივარ მეტროში. მოვდივარ და აი ხალხო მცირე კი არა, ალბათ დიდი სასწაული. ხედავ რომ მოგორავს ატამი, სხვა ატამი, უკვე იტანს, აი სადაც ავდივარ. ეს კალამოვიდი ჩამოდიან, მე ავდივარ და ხედავ რაღაც ატამი, ჯერ ვერ გავიგე რა იყო, ნუ მე აღმოჩნდა ატამი, მოგორავს და ესეთი სასწაული. მე რომ მომიახბო ესე იგი მე რომ მივახბო ამ ატამს, გადმოხდა და დავიჭირე ესე. ან იქით გადავარდნილიყო, ან ბოლომდე ჩასულიყო, სასწაულია რა. და მაისოს მცირე სასწაული. ასევე ბევრია ჩვენ ცხოვრებაში მცირე სასწაული.
ერთხელ ღამე ხანდახან იდეა მომდის ქადაგების და ეს აუცილებლად უნდა ჩავიწერო, იმიტომ რომ შრომა ადვილდება, მე იდეა თუა მორჩა, მე უნდა იდეის გარშემო გაშა ქადაგები. მომივიდა იდეა, მაგრამ ყოველთვის მაქვს ხოლმე საწერკალამი, მაგრამ ვერ ვიყურე და წამოხდი ძლიერად, რომ ეს საწერკალამი ვიყურო, რა გამეწყდეს ეს. და რომ წამოხდი, მე რო გავიაზრე, აღმოჩნდა სახში ერთადერთი საწერკალამი, ერთადერთი, არ იყო არცაც სხვა. და რომ ძლიერად წამოხდი ეთყობეს იატაკის კრების დროს, ერთადერთი, რომელსაც მე ვერ მივაგდებდი, კარადის იმის წიგნების კარადის ზემოთ იყო მეოთხე სართულზე ეს დამალული ეს საწერკალამი და მოძრაობის დროს გადმოვარდა და მოხდა თავში. ავიღე მე და ჩავწერე ეს. აი ეს ხო არის სასწაული და არის მცირე სასწაული. მაგრამ არის დიდი სასწაულები ჩემო ფასად. ჩვენ ცხოვრებაში ხო არის დიდი სასწაულები და ასე რომ იქიდან მოყოლებული და ეს ერთ-ერთი სასულებელი დასცინის სასწაული. როგორ შეიძლება ეს ხო ღმერთს დასცინის თქვენ ისრაელი მან რამე თუ კეთი რამე თუ უკუნისამდია წყალობა ისა ამბობს მეფსალმუნე დავით და თან სასწაული კიდევ რა არის რომ ევროპა და საერთოდ მთელი მსოფლიო მაშინ და ალბათ ეხლაც როცა ნელ-ნელა შორდება ადამიანის ქრისტიანობა მაშინ იყვნენ ძალიან აღვირახსნილ ცოდვებში, არ არსებობდა ზღვარი. სულ ცოდვებში ყველანაირ ცოდვები და ცოდვა სასიამოვნოა, ხო? ერთმა წმინდა მამამ ესეც კითხა, ღმერთო, შემაყვარე შენი თავი ისე, როგორც მიყვარს მე ცოდვა. გამიგე? და ასეთ სამყაროში უკადაგებს ქრისტიანობა, ანუ მოძღვრება, რომელიც ყველაფერს რაღაც აი ამ ნებიადებ სიამოვნებას გრძალავს და მიუხედავად ამისა ქრისტიანობა მიიღო თელმა ევროპამ. რატო? იმიტომ რომ ისინი სასწაულებით ამტკიცებდნენ რომ ეს არის ჭეშმარიტება. და როცა ჭეშმარიტება უკვე იმის იქით ნორმალურ ადამიანს გზა აღარ აქვს. ძმანოდა დანა. სასწაულები ხდებოდა მუდამ და სასწაულები ხდება ეხლაც, მაგრამ ეხლა მე ჩემს ცხოვრებას რო ვაკვირდები, ერთი უზარმაზარი სასწაულია ჩემს ცხოვრება. რა სწავლობდი ეს სკოლა დამთავრებული, რომ აქ ამ სკოლაში, მომავალში, სკოლის ეზოში ავაშენებდი ტაძარს, ერთს, ორს, სამს და მე ვიქნები წინამძღოლი, მე ვიქნები ხალხს დავარიგებდი ჭკუას. მე თვითონ ეს უბრალოდ დიდი სასწაულია ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ხალხს ესე იგი უკადაგებ უბრალოდ. ესე იგი ხანდახან ვერ ვიტევ ამ სასწაულს ეხლა რაც მოვღები და მხოლოდ განვადიდებ ქრისტეს იმდენად დიდი სასწაული ეს ჩემთვისაც და რა თქმა უნდა თქვენთვისაც. სასწაულები საქართველოში კიდევ იმეორებ ყოველთვის ხდებოდა ჯერ მარტო რადისოს სვეიცხოველი ნირო მდინარე იყო მე-17 საუკუნე. გამიგე? პატარა კი დიდი ოღონდ ცოტა სასწაული დღესაც დატოვა საქართველოში. ეს არის ზედაზნის იმ დღესასწაულზე ზედაზნელობას, სადაც ზედაზნელი არის იოანე დასაფლავებული, ის კედელი სვერდება. მადლიანი წყლით ჩემო. სუსველი. ეს უბრალოდ სასწაული. და მე ვიყავი მოსვე იქ წყაროცავი გახსოვთ იქ უკვე ტაძარში. იქვე ვერცე. ამოიღე ფივსება მელიორაციის ხალხთან. მქონდა ტრესტის მმართველი იყო ჩემი ძალიან ახლობელი კაცი და იმას მოსკოვიდან ყავდა ჩამოყვანილი ეს პროფესორები და მელიორაციის ხალხი. უწყლის ამბავი რომ მაგათ ესმით, სხვას არ აქვს. და აი ეს რო უყვებოდი ამ რუსებად და ჩემმა ახლობელმა თქვა რომ ეს არის უბრალოდ აი მაინც ჩვენ ამაზე არ გვიფიქრიაო, თუმცა ეს ქართული კი იყო მორწმუნე იმ რუსებმა თქვეს და ამ ჩემ ახლობელმა რომ ეს არის მხოლოდ სასწაული მელიორაციის კუთხი, ეს არის უბრალოდ სასწაული. აი ეს სასწაულიც დატოვებულია ჩემს და ასევე დავასრულებ მე მინდა კიდევ
ჩვენ იცით რომ გახსნდება და 11 მძიმე მარხვა მთავრდება 11 სექტემბრის მერე ჩვენ მოუწოდებთ ქრისტიანებს ეხლა დიდი დრო არის სამთვიანი დრო არის მოუწოდებთ ქრისტიანებს ოჯახების შექმნა აუცილებლად და პავლე მოციქული აი ეხლა მე შემეძინა 21 შვილიშვილი ამ დღეებში და დაარქვეს ტიმოთე ვიცოდი რომ დაერქვა ტიმოთე და გადავშალე და კითხულობდი სანამ მშობიარობდა თეკლავ კითხულობდი ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს სადაც წერია რომ ქალი გადარჩება შვილების გაჩენი და შვილების აღზრდა ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ამაზე დიდი საქმე ამაზე დიდი სიკეთე არაფერი არ არის ვიდრე რაც უფრო მეტი შვილი ქნება მით უმეტეს კიდევ უფრო კარგი იმიტომ რომ შენ ბადებ ადამიანს რომელიც პოტენციურად შეიძლება მით უმეტეს მართლმადიდებლურ ოჯახშია ბადებ ადამიანს რომელიც შეიძლება იყოს ღვთის სასუფეველის მობინადე ჩემო ძვირფასებო მომავალში ქრისტეს შვილი და ამაზე დიდი სიკეთე არაფერი არ არის ერთადერთი ნუ აი ამ კუთხით მაცხოვარი რო ამბობს რომ გამოისაჭურეს ეს ზოგმა თავი ანუ ქალწუდება დარჩენ და არ მოიფანეს ცოლი ამ ქალი არ გათხოვდა იმიტომ რომ მერდისთვის თაყვანისცემა და მონასტერში წავიდა აი ეს და ეს არის ერთმანეთის დონის ესე იგი ღვაწლი ჩემთვის დღეს აი სვიმონ მიმქმნელი ისა სვიმონ ესვეტის ხსენება კაცი რომელიც ჯერ 6 მეტრია მერე 16 მეტრია და მერე 36 მეტრია სვეტზე იჯდა მთელი თავის ცხოვრება ეს მიკრასასწაულია და მერე მატლები დაესია და ეს მატლი რომელიც გამოდიოდა მის აი ესე დამჭკნა სხეულიდან სვიმონ ესვეტის მატლი სასწაულია უდიდესი რა თქმა უნდა ეხლა იმ ერთ-ერთი რომ ამბობს ყველაფერი რაც სასწაულებისიაო ჩამატებულიაო იმას ეს არ წამს დაუჯერებელი ამბავი კი მაგრამ ჩვენ წამს რადგან ეს დაიწერა წმინდანების მიერ და წმინდანის ცხოვრება ეს მატლი იქცეოდა ხან ოქრო ხან ბრილიანტი და როდესაც გარდაიცვალა სვიმონ ესვეტე და ავიდნენ რომ ესე იგი წესაგება ჩაეტარებინა და გამოესვენებინათ უამრავი სვეტზე ნახევს უამრავი ბრილიანტები და ოქრო ისე რომ ხალხი გამდიდრდა იქაური ცხოვრები ხალხი გამიგეთ აი როგორია ღირსი მამის დიდი ღვაწლი მე მინდა მოგიწოდოთ აუცილებლად მოგიწოდოთ ოჯახების შექმნა მიუხედავად იმისა რომ უცნაური დრო არის და რაც უფრო მძიმე დრო არის მით უფრო დიდი ღვაწლი იქნება ოჯახის შექმნა ჩემო ძვირფასებო არ ვიფიქროთ რომ ეხლა რა დროის ოჯახის შექმნა მით უმეტეს დღეს საქართველოს რა დღეში ნახეთ 1.5 მილიარდი ჩინელი რომელიც ხოიცი მაუძედუმს კითხეს რომ ისე მრავლდებითო რომ თქვენ აღარ დაეტევითო თქვენ ქვეყანაში და რა გამოსავალი გაქვთ მაუძედუმმა უთხრა არაფერი ჩვეულებრივად წყალი როისებაო და კიდე ასამ წყალსო ეს წყალი ჩიქაში აღარ ეტევა გადმოდისო და ირგვლივ ყველაფერს მოეფინება გამიგეთ ეხა ინდუეთიც იგივე უამრავი ხალხი არაბები 9 მილიარდი ჩემო ძვირფასებო 1.5 მილიარდი ინდუეთი 1.5 მილიარდი ჩინელი უამრავი მუსლიმი დღეს ჩვენს ირგვლივ რომელებიც პირდაპირ ამბობენ დასავლეთი ჩვენია ის ირანელები აღმოსავლეთი ჩვენია საქართველო ეგეც რომ არის ბევრი სხვა ქვეყნები ამბობენ ეს ჩვენია საკარეჯომდე ჩვენია და ასე შემდეგ რა ხალხის რა მდგომარეობაში ვარ დაფარული ღვთისმშობლისგან მხოლოდ და მხოლოდ ჩემო ძვირფასებო და რა დღეშია ხელოვნების საქართველო და ამ დროს შენ არ შექმნა ოჯახი აი არ გაიხადეთ უკან და ინდოელები შემოვიდნენ საყვარელი ხალხი ესე იგი ჩვენ ჩემო ძვირფასებო ესე იგი ამ დროს არ შექმნა ოჯახი ქრისტიანული კუთხე
არ გამრავდნენ, ეს არის უდიდესი ღალატი ღვთისა და სამშობლოს შემოწმებას. რა ვიცი, აი რაღაცა შევეხმიანებ დღევანდელ მეორე ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ და ის სიყვარული, რაც თქვენ გაგაჩნიათ, თქვენი მოძღვრებისადმი და რაც ჩვენ გაგვაჩნიათ თქვენდამი, აი ამ სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ამ სიყვარულს ქრისტეს დის და იქსაც ქრისტეა ჩართული იქ წარმოიდგინეთ ხა როგორი იქნება ეს სიყვარული. შეიძლება შენი შვილი იყოს მოწინააღმდეგე, შეიძლება ნებისმიერ მამაზე და ნებისმიერ შვილზე და ნეველზე ვამბობ. შეიძლება შენთვის რა თქმა უნდა შვილი ყოველთვის იქნება უახლოესი ადამიანი და დიდი სიყვარული იქნება გამსჭვალული, მაგრამ აი ამ სიყვარულში თუ არ შემოგიერთდა შენი ახლობელი ადამიანი, მაშინ ეს აღმატებული სიყვარულია ყველაფერზე შემოგვიყვანს. რა შევეხმიანეთ ამ გარდამეულ სიყვარულის შესახებ, რაც დღეს პავლე მოციქულმა გვამცნო და დიდება უფალს დაე მუდამ ვიყოთ ეკლესიის წევრები და თუ ჩვენ ეკლესიის წევრები ვიქნებით, ბოლომდე ვიყოთ სინანულში, მაშინ ჩვენ გადავრჩებით და ეს ქვეყანა ჩემი უფალსებო რა გინდა ეს ქვეყანა არის შეზღუდული რა 90-100 წელი ცხოვრობს ალბათ 10 კაცი საქართველოში არც ერთია ხო 90 კიდე შეიძლება 40 კაცი 80 შეიძლება 300 კაცი ესა ჩვენ ცხოვრობ ამას ვიწყდები რა ყველაზე დიდი სიმძე ის არის ვინც იფიქრებს მარადიულ ბედნიერ ცხოვრებაზე რომელიც მოგვაგოს უხალხა ამით ჩვენთან არის Millet satmana,